დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ჩვენი სტუმარია. მოგესალმებით, ქალბატონო ნინო. მოგესალმებით. კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები უკვე ცნობილია. თქვენთვის თუ არის რამე მისაღებია ახალ პროექტში, როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერს გააძლევთ თუ არა, თუნდაც ბარიერის 5-დან 3%-მდე დაწევა რამე პოზიტივს? იცით რაშია საქმე? მინდა ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამოაშკარავა თავისი ფარისევლური სახე. ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს, ამ შემთხვევაში იცით, არის მართლა უპრეცედენტო. ჩვენ ბევრი რამ გვინახავს საქართველოში, გვინახავს ხელისუფლება, რომელიც იყო კორუმპირებული, ვერ აკონტროლებდა სიტუაციას, ლამის ანარქიამდე იყო ქვეყანა მისული, გვინახავს მოძალადე ხელისუფლება, გვინახავს, ასე ვთქვათ, ხელისუფლება, რომელმაც ძალიან ბევრი რამ დააშავა, გვინახავს ხელისუფლება, რომელსაც რაღაცა გაკეთებულიც აქვს, მაგრამ ხელისუფლება, რომელიც ასეთი ცინიკურია და ასე ცინიკურად ატყუებს ხალხს, ეს მართლაც გარკვეული სიახლე არის ჩვენს ქვეყანაში. აი, ყველაზე მეტად რა არის ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელი? არა, პრინციპულად მიუღებელია თავად ფორმა, როგორც იქცევა ხელისუფლება, როდესაც თვეების განმავლობაში მიდიოდა დებატები. იცი რა, შენ თუ მიგაჩნია, რომ არ არის სწორი მაჟორიტარული სისტემის შემოღება, შენ როგორც ხელისუფალს უნდა გეყოს იმდენი გამბედაობა, რომ მოსახლეობას ტყუილები კი არ დაუწყო და თამაში და რაღაცა აფიორები, რაც ჩვენ დავინახეთ ამ ხნის განმავლობაში, არამედ უთხრა, რომ იცი რა, კი ითხოვს ამას მთელი ოპოზიციური სპექტრი, მაგრამ მე როგორც ხელისუფალს მიმაჩნია, რომ ეს ქვეყნისათვის არ არის კარგი მოდელი, ჯერ ნადრევია. უფრო განუმარტოთ ჩვენ მაყურებელს, რას გულისხმობთ? აფიორაში რას გულისხმობ? მე მგონი საქართველოს მოსახლეობა მიცის ძალიან კარგად აფიორა რა არის. ეს არის ტყუილი, ეს არის თაღლითობა ელემენტარულად. როდესაც თვეების განმავლობაში საკონსტიტუციო კომისიაში იხილებოდა მოდელი, იყო ლაპარაკი, ესე ვთქვათ, რომ 2020 წელს გადავიდოდნენ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე და ახალი, ესე ვთქვათ, სისტემით ჩატარდებოდა არჩევნები. ეს მოდელი იხილებოდა ვენეციის კომისიაშიც, ამ მოდელის სანაცვლოდ ვენეციის კომისიამ ჩემის აზრით დაუშვა შეცდომები, როდესაც რაღაცეებზე თვალი დახუჭა, ოღონდ კი მაჟორიტარული სისტემა საქართველოში გაუქმებულიყო და გუშინ, ესე ვთქვათ, ხო საოცრებო საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს იმას, რომ თურმე ამ სისტემის შეცვლას აღარ აპირებენ 2020 წელს და აპირებენ ამ სისტემის 2024 წელს. მართლა მაჟორიტარებს გაუწიეს ანგარიშში, ეს იყო მათი არა, რა თქმა უნდა, არა, გარწმუნებთ, რომ მაჟორიტარებს, რომ ბიძინა ივანიშვილისგან ერთი სიტყვა ქონდეთ მიღებული, რომ მათ ხარი უნდა დაუჭირონ ამ ცვლილებებს, კაციშვილი ხმას არ ამოიღებდა და ერთმნიშვნელოვნად მიიღებდნენ ამ ცვლილებებს. კიდევ უფრო მიუღებელია ეს უკვე შეურაცხყოფელია, როდესაც აი გაჩუმების სანაცვლოდ ოპოზიციურ პარტიებს გადმოუგდეს სამოწყალოდ მართლაც ესე ვთქვათ 3%-იანი ბარიერის შემოღება, ანუ ბარიერის დაწევა. ეს შეცვლის რამეს თქვენთვის ქალბატონო ნინო იმ პარტიებისთვის, რომლებიც არაფერს არ შეცვლის. იცით რაშია საქმე? რა თქმა უნდა, პარტიებისათვის, რომელთაც აღჭობს ბიძინა ივანიშვილი, რომელთაც არ აქვთ ფინანსური რესურსი, არ აქვთ მედია რესურსი და არიან რთულ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, უფრო მოსახერხებელია 3%-იანი ბარიერი ზოგადად, ვიდრე 5%-იანი, მაგრამ მე ვთვლი, რომ არც ერთი ჩვენგანი ამას არ უნდა დათანხმდეს, იმიტომ რომ ჯერ ერთი თავად ფორმა არის მიუღებელი, არის აბსოლუტურად ვაჭრობა, მე ეს არ მიკვირს, როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილისთვის ეს ნორმა არის, რომ ივაჭროს ყველგან და ყველაფერში, მაგრამ ეს არის ქვეყანა ბოლოს და არა ქარვასლა და არ შეიძლება ასე ვაჭრობა პოლიტიკური თემებით. ჩემის აზრით 3%-იანი ბარიერის გადმოგდება ეს არის უკაცრავად საზოგადოებასთან რომ ამ სიტყვა გადმოგდებას ვიყენებ, მაგრამ ეს ნამდვილად ესეა, ეს სხვა არაფერი არ არის, ეს არ არის შემოთავაზება, ეს არ არის წინადადება, ეს არ არის რაღაცა დათმობა ხელისუფლების მხრიდან, ეს არის სწორედ რომ გადმოგდება რაღაცა ესე ვთქვათ მოწყალების, რომ ამის სანაცვლოდ ოპოზიციური პარტიები გაჩუმდნენ. ჯერ ერთი მე მინდა მივმართო ყველა ოპოზიციურ პარტიას. მე იმედი მაქვს, რომ ყველას ეყოფა გონიერება, რომ ესე ვთქვათ აფიორებში გახვეულ ქართულ ოცნებას ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით არ ენდონ, იმიტომ რომ როგორც აქამდე იძახდნენ, რომ მაჟორიტარულ სისტემას შევცვლითო და ეხლა კონსტიტუციური ცვლილებების მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე შეცვალეს, ასევე შეიძლება იგივე 3%-იანი ბარიერი შეცვალონ არჩევნებამდე 3 თვით ადრე და თქვან რომ ეხლა გადაიფიქრეს და 3%-იანი ბარიერის მაგივრად
5 ან 7%-ს აწესებენ. ეს არ გამიკვირდება ქართული ოცნების მხრიდან. ამავდროულად მე უფრო მეცაც გეტყვით, იცით, 3%-იანი ბარიერი კი არა, 1%-იანი ბარიერი რომ დარჩეს, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ უმრავლესობა მიიღებს ისეთ საკონსტიტუციო და საარჩევნო სისტემას, რომელსაც ისინი იღებენ. როდესაც დღეს ბიძინა ივანიშვილი არ კმაყოფილდება იმით, რომ 13 წევრიდან საარჩევნო კომისიაში ყავს 7, ანუ მაინც უმრავლესობა და ეხლა ცვლის კანონს ისე, რომ 13 წევრიდან ყავდეს 10 წევრი, რა მნიშვნელობა აქვს ბარიერის 3% იქნება 5 თუ 35? რამდენსაც გადაწყვეტს ბიძინა ერთი წამი დავასრულო რა ძალიან გქონდა. რამდენსაც გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი რომ მისცეს რომელიმე პარტიას და გადაუგდოს როგორც ეს გააკეთა ამ საპარლამენტო არჩევნებზე, იმდენს დაწერს. მე მინდა მოსახლეობას ვუთხრა, ძვირფასო მეგობრებო, მე მესმის რომ საარჩევნო თემები მოსახლეობისთვის ხშირად მომაბეზრებელი თემაა. და აი ესეთი კლიშე იქნება, ესეთი შეხედულება, რომ საარჩევნო თემა, საარჩევნო ბარიერი, ეს არის პოლიტიკური პარტიების თავის ტკივილი და არა მოსახლეობის. არა, ძვირფასო მეგობრებო. ეხლა რაც ხდება საქართველოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ეს არის პირდაპირ დაკავშირებული თქვენს უფლებებთან და არა მხოლოდ პარტიების უფლებებთან. რა ხდება მარტივად გეტყვით. ქართულმა ოცნებამ დაინახა, რომ მას 2020 წელს არჩევნების მოგების არანაირი შანსი არ აქვს. 5 მილიარდი მთლიანად რომ დახარჯოს ბიძინა ივანიშვილმა მაინც, ამიტომ ქმნის ისეთ სისტემას, რომ თქვენს ხმას საერთოდ არავითარი მნიშვნელობა აღარ ექნება. თქვენ მიხვალთ არჩევნებზე თუ არ მიხვალთ, მისცემთ ხმას თუ არ მისცემთ, მოგეწონებათ თუ არ მოგეწონებათ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნა, ქართული ოცნება მაინც დარჩება ხელისუფლებაში, იმიტომ რომ დაწერს იმ არჩევნების შედეგს, რაც იქნება. პრეზიდენტთან დაკავშირებით. იცით რა, ძალიან ბევრი ვილაპარაკე პრეზიდენტთან დაკავშირებით და ბევრჯერ მაქვს ნათქვამ. მის უფლებების შეკვეცასთან დაკავშირებით ის თulis რომ მის წინააღმდეგ იყო მიმართული ეს ქმედება, იმიტომ რომ ფუნდამენტური ამაზე არაერთ გზის თქვენი აზრით რატომ დებატები, ეს იყო ერთ-ერთი შეთავაზება მხარეებს შორის, მაგრამ ისინი ვერ შეთანხმდნენ ამაზე. რატომ? ვინ დაიხია? ბოდიშვი ხდი რა, მე ყველაფერზე ალბათ ვერ ვილაპარაკებთ, რატომ ვერ შედგა დებატები, გასაგებია, იმიტომ რომ მიდის კინკლაობა, ეხლა დიახ. მესმის გპასუხობთ. გასაგებია რომ ვერავინ ვერ გაბედავს ბიძინა ივანიშვილი გაბრაზებულია მარგველაშვილზე და ვერავინ ვერ გაბედავს მარგველაშვილთან ნორმალურ დალაპარაკებას, იმიტომ რომ ყველას ეშინია რომ ზევსი არ გააბრაზონ. ეს სრულიად ნათელია. გასაგებია რომ ეს კონსტიტუცია მიმართული იყო იმისაკენ, რომ მაქსიმალურად ესე ვთქვათ გაეცალათ ყველა უფლებები პრეზიდენტისაგან და ეს არის ის მიმართულება, რასაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილისათვის ქვეყნის ერთი პირის საწარმოდ გარდაქმნის პროცესი, მაგრამ ვინაიდან დღეს კიდევ ერთია ეს ახალი სიახლე შემოვიდა 3%-იან ბარიერთან და ახალგადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მე მინდა მოსახლეობას უთხრა ერთმნიშვნელოვნად. ეხლა ხდება ერთი რამ საქართველოში. თქვენ გერთმევათ არჩევანის უფლება. არ აქვს მნიშვნელობა ვის მოწონს ბურჯანაძე, ვის არ მოწონს, ვის მოწონს პრეზიდენტი, ვის არ მოწონს. აქ არ არის ლაპარაკი რომელიმე პარტიის სიმპათიაზე ან რომელიმე პარტიის ინტერესზე. თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ეხლა ჩემს გამოსვლას უსმენს, ერთმევა არჩევანის უფლება, იმიტომ რომ მათ ხმას 2020 წელს არავითარი მნიშვნელობა არ ექნება, სრულიად საქართველო რომ დაირაზმოს და მისცეს ხმა ივანიშვილის საწინააღმდეგოდ, ამ კომპოზიციით, ამ შემადგენლობით, ამ ცენტრალური საარჩევნო კომისიით, ის დაწერს იმ შედეგს, რომ მაინც ქართულ ოცნებას ექნება უმრავლესობა. ამას მოყვება ერთი რამ, ერთ წინადადებას ვიტყვი და დავასრულებ. ამას საბოლოო ჯამში რამდენი მილიარდიც არ უნდა გამოანათოს ბიძინა ივანიშვილმა თავისი შუშის სასახლეებიდან, ბოლოს და ბოლოს ამას ქართველი ხალხი მაინც ვერ აიტანს და ეს დამთავრდება ყველა ვარიანტში ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლით და რევოლუციით. კარგად დაიმახსოვრეთ ჩემი დღევანდელი სიტყვები და ეს იქნება პირადად ბიძინა ივანიშვილის სინდისზე და ნუ ეხა იმ მონებზე და მონების კოგორტაზე, რომელიც ეხლა პარლამენტში ზის, ნამდვილად არაფერს დიდი მადლობა დაგემშვიდობებით. ნინო ბურჯანაძე, დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი, აკეთებდა შეფასებებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.